ყველას მოგესალმებით, შემოძვირფასებო, დღეს მე და თქვენ მოვამზადებთ ძალიან გემრიელ ვაშლის ნამცხვარს. ეს არის ძველი რეცეპტი, საბჭოთა რეცეპტი. ამას ერქვა კექსი ქალაქური გოსტის მიხედვით. არის ძალიან გემრიელი, აქვს ძალიან ბევრი ვაშლი, შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ხილით. გამოდის ერთი დიდი საცხობი ფურცელი და მთელი ოჯახისთვის არის საკმაოდ ბიუჯეტური, ძალიან გემრიელი ნამცხვარი. მაშასე დავიწყოთ. დაგჭირდება ვაშლი 700 გრამიდან 1 კილოგრამამდე. შეგიძლიათ გათალოთ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს კანის გემო, ამის კანის გემო, ამიტომ არ ვთვლი. მე ვაკეთებ მარგარინით. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ კარაქით ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ცხიმით. კარაქი გვინდა 300 გრამი. და გვინდა 300 გრამი შაქარი. დავუმატოთ ვანილის შაქარი. მე ეს მიყვარს ძალიან. თქვენ შეგიძლიათ მეორენაირი გამოიყენოთ. ამ პროპორციებისთვის გვჭირდება 6 ცალი მოზრდილი კვერცხი. კონიაკი და რომი მე არ მაქვს, ამაგიეროთ მაქვს ეს. და გავუკეთებ მხოლოდ 1.50. უნდა დაახლოებით, მაგრამ მე გავუკეთებ მხოლოდ 1, იმიტომ რომ ბავშვი მომიჭამდა. გავაფხვირებ არ მაქვს, ამიტომ ცოტა და ვაშლის მალის წავა. დავამატოთ 400 გრამი ფქვილი. ეხლა აქ შეგიძლიათ თქვენ თუ გაქვთ გაყინული კენკრა გავუკეთოთ. შეგიძლიათ უბრალოდ ქიშმიში გავუკეთოთ. შეგიძლიათ გავუკეთოთ ქიშმიში და ხილეულობა. მე ვუკეთებ ვაშლს. არაფერი არ აქვს ამ ვაშლს, საერთოდ უბრალოდ ვაშლი. ეს ნამცხვარი იტანს ვაშლს. იტანს დიდი ოდენობით ვაშლს. არ ვუკეთებ დარიჩინს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს დარიჩინი და სადაც ვაშლს ვაკეთებ, ყველგან ვურევ დარიჩინს, მაგრამ არა აქ. არა ამჟამად. ეხლა ხედავთ ცომი, მეტისაც დაიტევდა. ბევრად მეტისაც. ნახეთ რამდენია ცომი. გადავანადგუროთ. ცოტას თავზე სილამაზისთვის. მას მოვაყრი. იმედი არ დაიწובה. სხვა დროს თავზე არ ვაყრი ხოლმე. ბონიჩკა! მე ჩავაში. მასალა ქოქოსის ფანწას მოვაყრეთ. თქვენ შეგიძლიათ არ მოვაყაროთ. მაქვს უბრალოდ დიდი ხანია და ფიქრობ, რომ კაი არომატს მისცემს. თან მე არ მეყვარს შაქრის პუდრის მოყრა, როცა თვითონ უკვე 300 გრამი შაქარია. დავაწყობი რომ ჩავიდეს. წესით რომ მოფუმფულდება. ჩავა, მაგრამ მაინც არ მინდა თავზე ეს დაიწვას. იცის დაწვა იმან ქიშმიშმა. ნახეთ როგორია. ეს უბრალოდ ნახეთ რა არის. მე არასდროს არ ვინიშნავ ხოლმე ნამცხვარზე დროს. ყოველთვის ვორიენტირდები სურნელზე. სახლში რომ ფანტასტიკური გამომცხარი ბისკვიტის სუნია. ესე იგი მზად არის. ხაც მაქსიმუმზე მოვედი. მთავარია ვირუსი არ ქონდეს და ყნოსვა არ იყოს დაკარგული.
ახლა დავეულოთ გაგრილებას, მე გავჭრეთ და თავთქმა სამგემრიელობით ძალიან მარტივი მოსამზადებელია, სცადეთ ნამდვილად არ ინანებ და თან ახეთ გამხელა პორცია. აბა ცოტა დაცივდა და მოდი დავჭრეთ. ახეთ როგორ დანიშნე, ანუ ძალიან ესეთი არამჭრელი არის უზომოდ ფუმფულა. უბრალოდ ნახეთ. ნახეთ უბრალოდ რა არის. უბრალოდ ხთაებრივია. სუპერია. Plan je to se kde utváří, ale to je malé špatné. No to je